მოგესალმებით კოპტერტექიდან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღევანდელ რეალობაში ჩვენი ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია თანამედროვე გაჯეტების გარეშე. იქნებით სახლში, ოფისში, ბუნებაში თუ გადაღებაზე, ყველგან გვჭირდება სტაბილური ელექტროენერგიის წყარო. ამისთვის საუკეთესო გამოსავალი კი ეკოფლოუს პროდუქტები. ამისათვის კი ჩვენ განვიხილავთ ეკოფლოუს პროდუქტებს და გაგაცნობთ თუ რა საჭიროებებს ერგება თითოეული მათგანი. იქამდე კი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომელმაც გამოგჩეთ მსგავსი ტექს სიახლეები. ხშირად ადამიანებს ძალიან უჭირთ გარკვევა კონკრეტული მოწყობილობების მონაცემებში, თუ რისთვის და სად უნდა გამოიყენონ ისინი, ამიტომ იმედი მაქვს დღევანდელი ვიდეოს შემდეგ წარმოდგენა შეექმნებათ თითოეულ მათგანს და მიხვდებით სად და რა დაგჭირდებათ. ამიტომ დავიწყოთ ყველაზე მსუბუქი და დაბალი სიმძლავრის მქონე აპარატიდან და მივყვეთ ყველაზე მძლავრამდე. River სერიების ფასი 900-დან 2000 ლარამდე მერყეობს. დავიწყოთ River 3 მოდელის განხილვით. River 3-ში ყველაზე დაბალ კლასში არსებობს River 3 და River 3 UPS მოდელები. River 3 აღჭურვილი არის 255 Wh-იანი ელემენტით და მისი ნომინალური სიმძლავრე 300 Wh-ია, თუმცა სპეციალური ტექნოლოგია X-Boost-ის საშუალებით შეუძლია 600 Wh-იანი მოწყობილობებიც კი ჩართოს. თავი განსხვავება River 3-სა და River 3 UPS შორის არის შუქის ჩაქრობის შემთხვევაში სწრაფი გადართვა, რომელიც 20 მილიწამი აქვს River 3-ს, ხოლო 10 მილიწამი აქვს River 3 UPS, რაც საყოფაცრობო ტექნიკისთვის სრულიად საკმარისი. ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებენ, იქნება ეს გადაღებული ვიდეოს მონტაჟი, თუ ონლაინ სამუშაო თუ ასე შემდეგ, კონკრეტულად რამდენიმე საათიანი სამუშაო შეიძლება წყალში ჩაიყაროს შუქის უეცარი წასვლით, რისთვისაც გამოგადიოთ ეს მოწყობილობა და დაგიცავთ ამგვარი სიტუაციებისგან მისი 10 მილიწამიანი გადართვის სიჩქარით. გადავიდეთ შემდეგ მოდელებზე, რომლებიც არის River 3 Plus და River 3 Plus Wireless მოდელი. River 3 Plus მოდელები აღჭურვილი არის 286 Wh-იანი ელემენტით და მათი ნომინალური სიმძლავრე არის 600 Wh, ხოლო მაქსიმალური 1200 Wh. River 3 Plus Wireless აქვს ჩაშენებული power bank-ი, ანუ wireless დატევით შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი გაჯეტებისთვის, როგორიც არის ყურსასმენები, საათები, ტელეფონები და ასე შემდეგ. კონკრეტული მოწყობილობით შეგიძლიათ დატენოთ ნებისმიერი ელექტრომოწყობილობა, რომელიც მითითებულ კონკრეტულ დიაპაზონში ექცევა სიმძლავრის გათვალისწინებით, მაგალითად ტელეფონის საშუალოდ 10 ჯერ შეგიძლიათ დატენოთ, ლეპტოპი რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს მოწყობილობები კარგია იმისთვის, რომ ყოველდღიური საჭიროება დააკმაყოფილოს მისი ბიუჯეტური ფასიდან, ზომიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე. გადავიდეთ შემდეგ მოდელებზე, როგორიც არის River 3 Max-ი, River 3 Max Plus-ი. River 3 Max იგივე River 3 Plus-ია, მის დამატებით ელემენტებთან ერთად, რომელიც არსებობს 300 Wh-იანი მოცულობით და ასევე 600 Wh-იანი მოცულობით. შესაბამისად, მათი მუშაობის დრო ხანგრძლივდება 2-ჯერ ან 3-ჯერ. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული იმ მოდელის შერჩევა და იმ კონკრეტული მოწყობილობის არჩევა, თუ რომელი რაზე უნდა გამოვიყენოთ. სანამ Delta სერიებზე გადავალთ, შევაჯამოთ River სერიები და აღვნიშნოთ მათი უპირატესობები. უპირატესობები ესეთია: თითქმის უხმაურო მოწყობილობები, ეკოლოგიურად სუფთა, დატენვის სწრაფი დრო საათთან საათნახევრამდე პერიოდში, მათ ნომინალურ სიმძლავრესთან შედარებით X-Boost ტექნოლოგიის გამოყენებით შეუძლიათ მათზე 2-ჯერ ან 3-ჯერ ძლიერი მოწყობილობები ჩართონ. ასევე გამოვყოფ ელემენტებს, რომლებიც არის LFP ტიპის და გამოირჩევა მათი დატენვა-დაცლის ციკლით, რომელიც 3500 აღწევს. საშუალება გვეძლევა ეს კონკრეტული მოწყობილობები გამოვიყენოთ 5-დან 7 წლამდე შეუფერხებლად. River სერიები ისევე როგორც Delta სერიები აღჭურვილი არის როგორც DC პორტებით, სადაც პირდაპირ კაბელის საშუალებით შეგვიძლია დავტენოთ ჩვენთვის საშუალო მოწყობილობები, ასევე დენსკვიტებით და ასევე მანქანის დამტენი პორტებით. ახლა კი დროა გადავიდეთ Delta სერიებზე, რომლებიც უფრო მძლავრი მოწყობილობებია, უფრო მეტი ელემენტის მუშაობის დროით, უფრო მეტი სიმძლავრით. Delta სერიის ფასები 2-3000-დან 20000 ლარამდე მერყეობს, გააჩნია რა მოდელს ავირჩევთ, შესაბამისად უნდა დავფიქრდეთ, სანამ შევიძენთ მას, რა კონკრეტული მოწყობილობებისთვის გვჭირდება და რა უნდა შევაერთოთ მათზე. დავიწყოთ Delta 3 მოდელით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. მისი მოცულობა 1024 Wh-იანი, ანუ კილოვატ-საათიანი ელემენტით არის აღჭურვილი. მისი მაქსიმალური ნომინალური სიმძლავრე 1800 Wh-ია, ხოლო X-Boost ტექნოლოგიით გამოყენებით კი 2400 Wh-მდე ადის. Delta-სთან შეგვიძლია უფრო მძლავრი მოწყობილობები ვამუშაოთ, ვიდრე River სერიებზე, ან იგივე ტიპის მოწყობილობები, რაც მოგცემს დამატებით სამუშაო დროს. როგორც ხედავთ, წარმოდგენილი არის უფრო გაზრდილი პორტების რაოდენობა River სერიებთან შედარებით. შესაბამისად, ეს საშუალებას გვაძლევს მათზე უფრო მეტი მოწყობილობა შევაერთოთ. მაგალითისთვის შეგვიძლია Wi-Fi რაუტერი, მონიტორი და ლეპტოპი დაახლოებით 5-7 საათი ვამუშაოთ, ხოლო იგივე ტელეფონის დატენვა საშუალოდ 30 ჯერ შეგვიძლია. შემდეგი მოდელი არის Delta 3 1500, რომელიც ჩათვალეთ იგივე Delta 3 მოდელია. დამატებითი 500 Wh-იანი ელემენტით აღჭურვილი და შედარებისთვის იგივე Wi-Fi რაუტერი, მონიტორი და ლეპტოპი შეგვიძლია უკვე 8-დან 10 საათამდე ვამუშაოთ, ხოლო ტელეფონის დატენვა საშუალოდ 40 ჯერ შევძლებთ. შესაბამისად, ეს მოდელი საშუალებას მოგცემთ იგივე სიმძლავრის მოწყობილობას შეაერთოთ Delta 3-ზე და გაზრდილი მუშაობის დრო გქონდეთ. ფასში დაახლოებით 500 ლარიანი სხვაობაა, თუმცა Delta 3 1500 შემთხვევაში ვიღებთ 500 Wh-ით გაზრდილი ელემენტის მოცულობას. შემდეგი მოდელი წარმოდგენილი არის Delta 2 Max-ი, რომელიც უკვე საგრძნობლად გაიზარდა ზომაში და მით უმეტეს წონაში. მისი მონაცემები ასე გამოიყურება 2058 Wh-იანი ელემენტი, ანუ 2 კილოვატ-საათიანი ელემენტი არის. მისი ნომინალური სიმძლავრე 2400 Wh-ია, ხოლო X-Boost ტექნოლოგიის გამოყენებით 3100 Wh-მდეც კი ადის. Delta
Delta 2 Max-ის საშუალებით შეგვიძლია სახლში განათება და ტელევიზორი ვამუშაოთ თითქმის მთელი დღის მანძილზე, ასევე პატარა მაცივარი 5-6 საათის განმავლობაში, შესაბამისად ეს უკვე საკმაოდ მძლავრი მოწყობილობაა მისი პარამეტრებიდან გამომდინარე. Delta სერიებში შემდეგი მოდელი არის Delta 3 Max Plus-ი, რომელიც ჩათვალეთ იგივე Delta 2 არის, უბრალოდ გაზრდილი სიმძლავრით, მასაც როგორც Delta 2-ს 2048 ვატ-საათიანი ელემენტი აქვს, ხოლო სიმძლავრე ნომინალური არის 3000 ვატი, ხოლო X-Boost ტექნოლოგიის დახმარებით 3900 ვატამდეც კი ადის. Delta 2 Max-ისგან განსხვავებით, Delta 3 Max Plus შეუძლია უფრო მაღალი სიმძლავრის მოწყობილობები ამუშაოს, რაც გულისხმობს, რომ თავისუფლად მოერევა სამზრეულოს თითქმის ნებისმიერ ტექნიკას, ასევე თითქმის ნებისმიერ სამშენებლო ტექნიკას. და დღეისათვის ბოლო მოდელი Delta სერიაში ყველაზე მძლავრი Delta 3 Pro, რომელიც როგორც უკვე ხედავთ, საკმაოდ გაიზარდა როგორც ზომებში, ასევე წონაში, ხოლო მის მონაცემებსაც შეეხება. აღჭურვილი არის 4000 ვატ-საათიანი ელემენტით, 4 კილოვატი ნომინალური სიმძლავრით, ხოლო X-Boost ტექნოლოგიის დახმარებით 6 კილოვატიან მოწყობილობასაც ჩვეულებრივად ჩართავს. შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას სახლის ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა შევაერთოთ და ვამუშაოთ მასზე, ასევე შეგვიძლია მთელი დღის განმავლობაში ტელევიზორი, განათება, მაცივარი და წვრილი ტექნიკა ვამუშაოთ, ისე რომ პრობლემა არ არის. Delta 3 Pro გამოირჩევა სხვა მოდელებისგან მრავალნაირი, მრავალფეროვანი და რაოდენობაში გაზრდილი პორტებით, როგორც DC პორტებით, ასევე AC პორტებით, ანუ ცვლადი და მუდმივი დენის პორტებით, ასევე შემავალი პორტებით, საიდანაც შეგვიძლია დატანოთ მოწყობილობა. შედარებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ამ კონკრეტულ მოწყობილობას შეუძლია ამუშავოს შედუღების აპარატიც კი, ანუ რომელიც საკმაოდ მძლავრი არის, ასევე დიდი ზომის ინდუსტრიული განათებები და ასევე დიდი ზომის ინდუსტრიული სამშენებლო ტექნიკა. Delta სერიაში ყველა მოდელს აქვს საშუალება დაუყენოთ დამატებითი ელემენტი, რომელიც თითოეული მოდელის მუშაობის დროს 2-ჯერ ან 3-ჯერ ზრდის. როგორც ხედავთ, River და Delta სერიებს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის მათი ზომა-წონებიდან გამომდინარე, რაც ასევე აისახება პარამეტრებშიც. River სერიები ძირითადად განკუთვნილი არის დაბალი სიმძლავრის მქონე მოწყობილობებისთვის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო Delta სერიებზე თავისუფლად შეგვიძლია ვამუშაოთ ინდუსტრიული მიმართულების მოწყობილობები. აქვე დავამატებ, რომ ორივე სერიისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მართოთ თითოეული პორტი, დაუყენოთ განრიგი, ჩართოთ ან გამორთოთ სასურველ დროს, შეამციროთ ან გაზარდოთ ელექტროენერგიის როგორც გაცემის, ასევე მიღების ლიმიტები. ხოლო რაც შეეხება დატენის გზებს, ორივე სერიისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული დენსკვიტა, მზის პანელები, გენერატორები, ავტომობილები, ელექტროავტომობილების დამტენიც კი კონკრეტულად ამ მოდელის შემთხვევაში, ასე რომ რამოდენიმე წყაროდან დატენის საშუალებაც კი გვაქვს. უპირატესობებიდან ასევე აღვნიშნავდი ელემენტის მართვის სისტემას, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული მოწყობილობა დავტენოთ ბოლომდე, გავთიშოთ და 1 წლის განმავლობაში ეს მოხდეს შენარჩუნდეს ისე, რომ ელემენტები არ დაზიანდეს. შესაბამისად, არჩევანი თქვენზეა, თუ რომელი მოწყობილობა გჭირდებათ, რომელი სერიიდან და რისთვის უნდა გამოიყენოთ ისინი. თითოეული პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ როგორც Coptertech-ის ფილიალებში ფიზიკურად, ასევე ონლაინ, ვიდეოს აღწერაში კი დავტოვებთ ბმულს თითოეულ პროდუქტზე. შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ, თუ რომელი სერია ესადაგება თქვენს საჭიროებებს, მე კი დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.